მირიან გამრეკელაშვილი ჩაგორთვება ახლა ჩვენ თეოლოგიის დოქტორი, ეკლესიის საკითხთა მკვლევარი. მირიან დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად თბილისის დილაა და იქ სადაც თქვენ ხართ კიდევ უფრო ადრიანი დილაა და მადლობა რომ გამონახეთ დრო. მირიან, როგორ ხედავთ თქვენ აი ამ ჯგუფის მოქმედებებს, რასაც ახლა უყურებთ? ხო თქვენ ხანგრძლივი გამოცდილება გაქვთ დაკვირვებისა ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესებისა. რასთან გვაქვს საქმე, როცა ამ არქიმანდრიტთა საქმეს უყურებთ? ესე იგი, არქიმანდრიტი დოროთის შესახებ მე რა თქმა უნდა ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სემინარიაში სწავლობდი, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო მისმა, ასე ვთქვათ, ქადაგებებმა, ეს იყო დაახლოებით 1 წლის წინ, მაშინ როდესაც მედიაში ესე არ ჩანდა, ასე ვთქვათ, და საბოლოო ჯამში ძალიან ასე ვთქვათ შტაბ-გონდი და მომხიბმა მისმა ქმედებამ, როდესაც ის ასე ვთქვათ შობა დღეს ჩამოვიდა ზემო ვერტემიდან და დადგა საკუთარ მრევლთან ერთად, ანუ ხალხს რუსთაველზე მდგომ ხალხს მოუტანა შობის ზემი. წმინდა პასტორალური თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მისიონარული თვალსაზრისით ეკლესიიდან გამომდინარე, ეს იყო ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი მოქმედება, პერფორმანსი არ მინდა დავარქვა, მაგრამ დაახლოებით რო აგიხსნათ, ანუ ეკლესიის ქსელი. რადგან სადაც მრევლია, ეკლესიის ადგილიც იქ არის. პრინციპში ეს არის იდეა, რომელზეც ეს ადამიანი დგას და ის ამბობს, რომ თუ რუსთაველზე ჩვენი მრევლი დგას, თუ ჩვენ მრევლს ჟეჟავენ, აწამებენ, ხორცებს აგლეჯენ, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია ბედნიერები, თვალდახუჭულები მდგომარეობაში ვნეტარებდეთ. ეს არის ის, რასაც ის ამბობს. მარტივი რამეა, ფაქტიურად მას არ უმხელია საბალღებო რაიმე რიგის მწვალებლობაში, გადაცდომაში და ეს შემდეგ ძალიან უბრალო იდეებზე საუბრობს ის. თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ ეს უბრალო იდეებიც ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საკმაოდ მწვავე რეაქციას ასე ვთქვათ იწვევს ეკლესიის მხრიდან. მირიან, როგორ უყურებთ თავისთავად, აი ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო დროს, ასეთი შერწყმა გასაგებია ეკლესია ყოველთვის იმთავრობას აქებდა სხვადასხვა დოზით, რომელიც იყო, ანუ რომელიც მართავდა ქვეყანას. იყო დაპირისპირებული გამსახურდიასთან, არავინ ისე არ უქია როგორც ჯაბა იოსელიანი პატრიარქს, ასევე ღრმა პატივისცემა და მოწიწება იგრძნობოდა ყოველთვის შევარდნაძის მიმართ, ერთგვარი შიშიც. მიშა სააკაშვილის დროს რაღაც უცნაური ის ქონათ, ტოვებდნენ შთაბეჭდილებას, რომ ვითომ იდევნებოდნენ და მეორე მხრივ არნახულად ძლიერდებოდნენ და მდიდრდებოდნენ, ხო, იმ 9 წელიწადში, რაღაც ვითომ დევნილის მანტია მოიწვეს და ამ დროს ყველაზე არადევნილები მაშინ იყვნენ. აი ივანიშვილის შემთხვევაში ერთი შეხედვით, ეხლა ასეთი შერწყმა და კონტროლი მთავრობის მხრიდან ეკლესიისა და იშვიათად კი გვინახავს, ხო, განსაკუთრებით ეს ხდება აი შიო მუჯირის გავლით. არის თუ არა ეს შიდა საეკლესიო რეაქცია აი ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე რეჟიმთან და რამდენად არის ეს უფრო დიდი წინააღმდეგობის გამოძახილი, რომელიც შეიძლება შიგნით არსებობდეს? თუ მომიცემთ რამოდენიმე წუთს აუცილებლად შევეხები ამ საკითხს და განსაკუთრებით თქვენთან, რადგან ვიცი, რომ თქვენ თეოლოგიურ საკითხებში საკმაოდ ინფორმირებული და განათლებული ბრძანებით. ესე იგი, არის ესეთი ტრადიცია დასავლურ ეკლესიაში, ქვია ინტეგრალიზმი, ეს თქვენ ვიცით, აი არის მისი ფუძემდებელი ინოკენტი მესამე პაპი, ამ იდეის თანახმად ეკლესიას შეუძლია სახელმწიფო ჩაანაცვლოს როგორც ასეთი. ამიტომ დასავლური ეკლესია არის ასევე კონტაქტში გარკვეული სახელმწიფოებთან, მაგრამ გადაწყვეტ მომენტში, ანუ ის მზადა შევიდეს გადასულ ბრძოლაში. ამდაგვარი ტრადიცია არსებობდა საქართველოში, ის სათავეს იღებდა მელქისედეკ პირველიდან და დამიჯერებთ თუ არა, შიო მუჯირის ეპოქამდე იყო ცოცხალი მეხსიერების ნაწილი. ანუ საპატრიარქო ყოველთვის შედიოდა ალიანსში გარკვეული ტიპის ხელისუფლებებთან, იმყოფებოდა მასთან კრიტიკულ სოლიდარობაში, მაგრამ შინაგანად იტოვებდა უფლებას გადამწყვეტ ბრძოლაში შესულიყო სახელმწიფოსთან, როგორც ასეთთან, ან მთავრობასთან, როგორც ასეთთან. პირველად, აი შემიძლია გულწრფელად გითხრათ, როგორც მკვლევარმა, ადამიანმა, რომელმაც იკვია ეს იდეა მელქისედეკ პირველიდან აქამდე. პირველად საქართველოს ეკლესიის ისტორიაში საქართველოს ეკლესია არის სუვერენიტეტ განძარცვული იმდაგვარად, როგორც არასოდეს აქამდე. ამას კავშირი აქვს იგივე ანუ ეს რუსული გავლენები ხომ არ არის მხოლოდ ადამიანების დასმა რაღაც პოზიციაზე, არა, როგორც მაგალითად მოსახლე გასვეს თავის პოზიციაზე. ეს არის იდეების ტრანსფერი.
რუსეთში ასეთი ტიპის ინტეგრალისტური თეოლოგია არ არსებობდა. პეტრე პირველის შემდეგ იქ საკუთარი თავი ეკლესიას ისმოდა როგორც служака государства, როგორც მსახური სახელმწიფოსი. შიო მუჭირი როგორც კი მოვიდა, მან გაამყარა ეს წარმოდგენა, მან გამოახდინა ამის ეტაბლირება. ეკლესიის შიგნით არის ჩუმი პროტესტი. ჩუმი პროტესტი არის, რადგან ადამიანები არიან უფლება წარქმეული. სხვადასხვა ამაში სამწუხაროდ მაშინ საზოგადოება და მედიამაც სხვაგვარი რეაქცია მისცა, ამაში დიდი როლი ითამაშა ჯერცენდის საქმემ და შემდეგ სუსის აგრესიული კრებსების კამპანიამ, რის შედეგადაც ეკლესია ზოგადად, არ მხოლოდ პიროვნებები, არამედ ზოგადად ეკლესია ის დაიკარგა როგორც მორალური ავტორიტეტი, ანუ დისკრედიტაცია მოხდა, ადამიანები არ არჩევენ კონკრეტულად ვინ რა დააშავა, მათ ესმოდათ რომ მღვდელი შადეს იმას და ამ შემდეგ. ეს იყო დასაწყისი ეკლესიის სუვერენიტეტის წარქმევისა. შიგნით რა ხდება დოროთე ყურაშვილის მამა დოროთე ასე რომ ვთქვათ. ამბობს თუ მე დასაჩელი ვარ და პატრიარქმა დამსაჯოს. პატრიარქი არ არის ასე ვთქვათ ფიზიკურად იმ სიტუაციაში რომ ის განაგებს ეკლესიას, განაგებს შიო მუჭირი, თუმცა მოსაყრე მეუფე შიო მუჭირი განაგებს ეკლესიას აი რაღაც უცნაური ფორმატით, ესეთი ფორმატით ჩვენს ეკლესიას არ ქონია არასოდეს, არ ესმის და ეს არის გარდამავალი პერიოდში პრაქტიკული ძალაუფლება, ანუ მან საკუთარ თავზე აიღო პრაქტიკული ძალაუფლება, რომელიც არ არის არანაირი საეკლესიო ლეგიტიმურობით გამყარებული. და ერთადერთი, რასაც ეს ადამიანი ასე რომ ვთქვათ, სლენგზე რომ ვთქვათ, რასაც ესე ვთქვათ, აწვება, რასაც ესე ვთქვათ, ცდილობს რომ ყველას რაღაცნაირად დააჯეროს, ეს არის მოჭრილი მონობა მთავრობის მიმართ. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა მოინდომოს მთავრობა, მას მიაჩნია რომ ეკლესიამ ასე ვთქვათ, ხარი უნდა აუღოს. ამის მიღმა ის პირადადაც არის აი ამ მოძღვრების და ამ პოლიტიკური ფილოსოფიის იმდევარი. მე მომისმენე მისი ინტერვიუები და ასე ვთქვათ, ცდილობდი გამომეცნო მისი ტიპაჟი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს გულწრფელად არის, აი ლავროვი და რუსული რაღაცა პოლიტიკური თეოლოგიის გულწრფელი მიმდევარია. მას გულწრფელად წერა, რომ ევროპა ეს არის სატანების ბუდე, ეს არის საფრთხე და ასე. ერთი რამე მინდა კიდე აღნიშნო ძალიან, თუ არ ვიცი ამ დროს მოვიდა, ამიტომ მამა დოროთე ყურაშვილის ირგვლივ შემოკრებულ სამხედროებას გააჩნიათ სხვაგვარი კულტურული მეხსიერების პლასტი. აი მაგალითად 27 სექტემბერი, ხო, ძალიან ბევრი მათგანი საუბრობდა 27 სექტემბერზე, ეს არის სოხუმის დაცემის დღე, ხო? ანუ მათთან ეს ძალიან მძაფრი, ჯერ კიდევ ცოცხალი ტკივილიანი მეხსიერება. მაშინ როდესაც ამ ასე ვთქვათ უწოდოთ მათ რუსეთუმე ნაწილი საზოგადოებისა ამ ყველაფერს ივიწყებს შეგნებულად თუ შეუგნებლად არის. აი გამოვარჩევდი ამ ასპექტს. კი, ძალიან ნიშანდობლივი იყო მერან უგმესმადლობა ამ მოხილვისათვის, იმიტომ რომ აი ეს დაკვირვება, რომ ეს ეკლესიის პოზიციონირება საუკუნეების განმავლობაში, ხო, ყველანაირი შეზღუდვის დროს, მათ შორის მაინც რჩებოდა როგორც დამოუკიდებელი შეგრძნება, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუბიექტი, რომ აი ახლა იშლება, მათ შორის ილია მეორის დროსაც, რამდენადაც არ უნდა ექო შევარდნაძე, რამდენადაც მანამდეც კომუნისტების დროსაც, ხო, მას მაინც ჰქონდა აღქმა, რომ ის რაღაცა იზოლირებულ დამოუკიდებელ მოვლენას ხელმძღვანელობდა და მისი ამოცანები ყოველთვის მაინც მენდაკლებად იყო ამის გადარჩენა, ამ სივრცის გადარჩენა, ხო? სუვერენულად გადარჩენა. აი ახლა ეს მთლიანად მოიშალა. არ ვიცი ახს მართლა მისი აღზრდა შიო მუჭირის მთელი ფილოსოფიაც ასეთია და მეორე მხრივ ალბათ ხედავს აი ამ რაღაცა შერწყმაში შანსს რომ რეჟიმი მერე მას შეუწყობს ხელს რომ პატრიარქად აირჩიონ, ხო? ორივეა ალბათ რომელიც აჯობებს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ აი შიდა წინააღმდეგობა დაიბადა და ეს არქიმანდრიტების საქმეს უწოდებ მე ამას უკვე, იმიტომ რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აქ მარტო არ არის, ხო? ვარსკვლავი სამი არქიმანდრიტი არის და არქიმანდრიტი პატარა ამბავი არ არის ეკლესიაში, ამიტომ როგორც დოროთე ყურაშვილმა თქვა, ახლა არქიმანდრიტები დეკანოზების ჭკუაზე ვერ ივლიან წინ და უკან და ნახოთ, აბა რამდენად უფრო შორს წავა ეს ყოფილი. ელოდებით რომ შეიძლება შეემატოს ამ აი თვითონ ეს სასჯელად შეიძლება ამ ვთქვათ რაც დოროთე ყურაშვილი. ანუ სასჯელი ეს სხვათაშორის ეს სასჯელი იმდენად არ არის, ამდენ პატრიარქს ჰქონდა ესეთი მოწყალე სასჯელის თეორია. ის ადამიანებს ასე ვთქვათ კაცად არჩიდა და როდესაც გადაყავდა თავისთან სამებაში
ამით ის მათ ეუბნებოდა რომ ის ასე ვთქვათ მათზე მეტ კონტროლს ამყარებდა. ეს იყო სული. ანუ ხო, მე მგონია რომ მას უბრალოდ სოციალური რაღაცა სასჯელი ეს არ არის. აი ვთქვათ რომ დასაჯოს მეუფეშიო დოროთე კულაშვილი ის კამ უნდა დასაჯოს. იქ წავიკითხე ეს აქტები და იქ რაღაცები არის ამის ფრაზები ამოკლებელი, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა მართლა. წართვის ამბიონიდან ქადაგების შესაძლებლობა. აი უფრო მარტივად რო ვთქვათ, აღარ უნდათ რომ ამბიონიდან იქადაგოს და სამებაში ამბიონიდან ქადაგების შესაძლებლობას არ მისცემენ. იქ არის ეხლა უბრალოდ ერთადერთი რაც მას ისე ვთქვათ ცდილობენ რომ წაართვან ეს არის საძმოში მისი ადგილი ისინი გადაიყვანენ მას წინამძღვრებიდან და ეს ფიქრობენ ამით რომ ეს თავისი გუნდი რომელიც მას გარკვეულწილად ყავს თავისი საძმო შემოეშლება და მარტო დარჩენის შემდეგ რაღაცნაირად ესე რომ ვთქვათ მოუგვარებენ ან დასჯიან ან გაურიგდებიან ან რაღაც ამგვარი იქნება ხო ხო არასკრივებს ეს ხალხი მასეთ მარტივად დათმობის მე ვფიქრობ რომ ეს ასე არის და ისინი ახმოვანებენ იმ შინაგან ჩუმ პროტესტს რომელიც ეკლესიაში არის უკვე დიდი ხანი რადგან ყველა მღვდელი ყველა ეპისკოპოსი შინაგან თავს გზნობს დაშინებულად ანუ ეს მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ მაგრამ მე გაწმუნებ თუ აი ბერიას დროსაც კი ესეთი მასიური რაღაცნაირი შანტაჟი და გოროზი მუქარა სახელმწიფო მიმართ აი თქვენ ახლა თუ ჩვენ ჭკუაზე არ გაივით მე ჩვენ გაჩვენეთ სეის აი მაშინაც კი არ ყოფილა ბოლოს და ბოლოს ბერიას გადაქმნის ქაშვეთის დანგრევა და ასე შემდეგ ანუ ესეთი რაღაცა მე არ მაქვს ხოლმე გასაგებია მადლობა ძალიან დიდი